რენე, გამარჯობა. დიდი მადლობა რომ გამოყავი დრო ჩვენთვის და ჩვენს კითხვებზე საპასუხოდ. ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, ალბათ ვიტყოდით რომ უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდი, მას შემდეგ რაც ევროპარლამენტმა დაასანქცია ერთი ქართული ტელევიზია და ორს გაფრთხილება მისცა, პირადი თავდასხმები დაიწყო შენზე. ამასთან დაკავშირებით როგორი შეგრძნება არის ეს პირადად შენ როგორი განცდა გაქვს ამასთან დაკავშირებით, როდესაც ისხიბენ პირად თავდასხმებს ევროპარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, უბრალოდ მგონია, რომ ეს ის თემა, რომელიც ყველაზე მეტად სენსიტიურია და ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია პროპაგანდისტული მედიებისთვის და შესაბამისად ქართული ოცნებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს რეაქცია სრულიად უარყოფს მათ სიტყვებს, იმიტომ რომ ამბობენ ხოლმე, რომ ევროკავშირიდან ნებისმიერ რეზოლუციას ევროკავშირის ნებისმიერ მოქმედებას ჩალისფასი აქვსო და არ ქონია ჩალისფასი, ან ძალიან დიდი ფასი ქონია და ძალიან დიდი გავლენა ქონია ევროკავშირში განვითარებულ მოვლენებს ქართულ ოცნებაზე და ლოგიკურად იმედის ტელევიზიაზე. ამიტომ მე ჩემზე პირადად რომ გითხრა, რომ ეს შეტევა მოქმედებს, არ მოქმედებს, უბრალოდ მგონია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და ასე გავაგრძელებთ. რომ მივყვეთ თანმიმდევრულად. როგორ მოხდა ეს პროცედურულად? როგორ დაიწყო პროცესი დასანქცირების? იყვნენ თუ არა ისინი გაფრთხილებულები? შენი როლი რა იყო ამ პროცესში, ამის შესახებაც რომ მითხრა ორიოდე სიტყვით? მოყვე ის რა გზაც გამოვიარეთ იქამდე სანამ იქნებოდა აკრძალვა, სანამ იქნებოდა გაფრთხილებები? ჩვენ 5 თვის წინ დავიწყეთ, დაახლოებით 5 თვის წინ დავიწყეთ იმედის ტელევიზიის პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციის საქმიანობაზე საუბარი ევროპარლამენტთან, ევროკომისიასთან და საგარეო დეპარტამენტთან. ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას კონკრეტულად რა საქმიანობას ეწეოდა იმედი, როგორ ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას და აქვე უნდა ვთქვათ ჩემი აზრით, რომ იმედი ძალიან ხშირად ამბობს ხოლმე, რომ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგენს. ძალიან ბევრი მტკიცებულებაა ამის, უფრო კონკრეტულად მაგალითად, როდესაც საქართველოს ანგარიშის პრეზენტაცია ხდებოდა საგარეო საქმეთა კომიტეტში, შემდეგ იქ არ ყოფილა იმედი, იმიტომ რომ აკრედიტაცია არ მისცეს, მაგრამ შემდეგ, როდესაც მოახერხეს შემოსვლა და დადგნენ ევროპარლამენტის ჰოლში, ამბობდნენ, რომ არც ერთ საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას, არც ერთ საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშს არასდროს არ ქონია ევროპარლამენტის მხარდაჭერა. ეს არის ტყუილი. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი ფაქტი არის ძალიან ბევრი. შესაბამისად, მსგავსი ტიპის განმეორებადი და სისტემური დამოკიდებულება, სისტემური საქმიანობა იმედის მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს ევროპარლამენტის აკრედიტაციის დეპარტამენტმა და ევროპარლამენტმა ზოგადად. ამიტომ ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვითხოვეთ მათი საქმიანობის შესწავლა და ამას მერე უკვე დაემატა იმედის გაყიდვა 300 ევროთ, რაც ძალიან უცნაური იყო, რომ თუ არის ტელეკომპანია, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი რეიტინგი საქართველოში, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი შემოსავლები რეკლამებიდან და ასე შემდეგ, რატომ იყიდება 300 ევროთ? ხო, ამასთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი კითხვა დაისვა. სწორედ აი ამ თემებზე გქონდა კომუნიკაცია ევროპარლამენტთან და შემდეგ უკვე მათ მარტის პლენარულ სესიაზე ისინი მივიდნენ მარკეტა გრეგოროვასთან შეთანხმების გარეშე, წინასწარი თანხმობის გარეშე და დაუსვეს კითხვები, თუმცა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა, რომ არ სურდა მათთან ინტერვიუ და მათ მიიღეს ამის შემდეგ გაფრთხილება, სამივე ტელევიზიას გულისხმობ იმედი, რუსთავი 2 და პოსტივი და ამის შემდეგ გაფრთხილებაში ეწერა, რომ განმეორებითი მსგავსი ქმედების შემდეგ ევროპარლამენტი მიიღებდა შესაბამის ზომებს და მაშინ, როდესაც იმედის ტელევიზია მივიდა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანესთან გაუფრთხილებლად კიდევ და იმის შემდეგ რაც ევროპარლამენტარმა განაცხადა უარი მათთან ინტერვიუზე, მათ გააგრძელეს ჩაწერა და შემდეგ უკვე გამოიყენეს ეს ჩანაწერი. ამის შემდეგ ევროპარლამენტმა ლოგიკურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმედს შეჩერებოდა 1 წლით საქმიანობა ევროპარლამენტში. რატომ? იმიტომ რომ მათ დაარღვიეს ევროპარლამენტის ქცევის კოდექსი, კონკრეტული მუხლი. ეს იყო უბრალოდ ლეგალური პროცედურების დარღვევა იმედის მხრიდან. და ამ პროცესში ამ დროს უკვე ევროპარლამენტს ჰქონდა ინფორმაცია იმედის საქმიანობის შესახებ, რუსთავი 2 საქმიანობის შესახებ, პოსტივის საქმიანობის შესახებ და მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს მხოლოდ ჩვენი მუშაობის შედეგია, არ მხოლოდ ამ პროცედურების შედეგია. მე ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტში უკვე კონსოლიდირებული პოზიცია არსებობს, რომ ისინი არიან სრულად ინფორმირებული, რა საქმიანობას ეწევა იმედის ტელევიზია, ამაში ეს გამოიხატება ევროპარლამენტის რეზოლუციებშიც, ანგარიშებშიც და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე მაშინ როდესაც მათ ფორმალური წესები დაარღვიეს, შესაბამისი პასუხი მიიღეს ევროპარლამენტისგან. ძალიან მკაცრი განცხადებები გაკეთდა მას შემდეგ და შეფასებებიც სხვადასხვა ტელევიზიისგან მოყვა ძალიან მკაცრი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას. როგორ ფიქრობ, რისი შედეგი არის ეს? მათ არ იცოდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა რეალური, არ ქონდათ შეგრძნება, რომ ევროპარლამენტში ნამდვილად გადაიდგმებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯი მათ წინააღმდეგ თუ ეს მკაცრი
შეფასებები კეთდება იმისთვის, რომ მათ დაამშვიდონ საკუთარი აუდიტორია და სიტუაციას დაანახონ სხვაგვარად, დაანახონ როგორც ტელევიზიები სხვა კუთხით, არა როგორც დამრღვევები. მე მგონია რომ ორი შემთხვევა უნდა სცოდნოდათ ერთი მიმართულებით მათ მიიღეს გაფრთხილება და უნდა სცოდნოდათ რომ განმეორების შემთხვევაში მსგავსი შედეგი დადგებოდა ან თუ არ იცოდნენ ესეც არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს იმიტომ რომ უნდა სცოდნოდათ ყველა შემთხვევაში მე მგონია რომ ამბობენ რომ გაასაჩივრება ამ გადაწყვეტილებას ასე შემდეგ თუმცა არსებობს კონკრეტული ფაქტები არსებობს კონკრეტული ჩანაწერი არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები რომ იმედის მხრიდან დაირღვა კონკრეტული ევროპარლამენტის ქცევის კოდექსი შესაბამისად ახლა ეს ატეხილი ისტერია, ჩემი აზრით, უფრო მათ მაყურებელზე და ქართული ოცნების ამომრჩეველზე არის გათვლილი, რომ მათ თვალში დასჯილის პოზიციაში არ აღმოჩნდნენ. თუმცა ეს მხოლოდ მათ ქმედებების შედეგია, ჩემი აზრით. პირადად შენს წინააღმდეგ ადგილი ქონდა მცდელობებს, რომ შენ დაეკავშირებინეთ ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიასთან. ამის შესახებ სხვადასხვა ტელევიზიაში ზუსტად ერთნაირი განცხადებები გაკეთდა. ხომ არ უპასუხებდი ამას, როგორ შეგვიძლია რომ ვუპასუხოთ აი ესეთ არ ვიცი შეიძლება თუ არა უწოდო ამას ბრალდება, როდესაც ადამიანს ეუბნები რომ რომელიღაც პოლიტიკურ პარტიასთან არის დაკავშირებული. მე ვმუშაობ ევროპის სახალხო პარტიის პოლონელ დეპუტატთან, ქრისტოფ ბრეიზასთან. ჩვენ მუშაობთ საგარეო პოლიტიკაზე, აღმოსავლეთ პოლიტიკაზე, უსაფრთხოების პოლიტიკაზე, რუსულ საფრთხეებზე, საქართველოზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე, ევრონესტის ქვეყნებზე და ჩვენ ეს მართლა ჩვენი ყოველდღიურობა. ყოველდღიურად ამ თემებზე ვმუშაობთ და ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ასევე დეზინფორმაციის კამპანიებს, არა მხოლოდ საქართველოში, ყველგან. ყველა იმ არეალში, სადაც ჩვენ მუშაობთ. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიასთან αφილირებას, მე პირადად არც ერთ პოლიტიკურ პარტიის წევრი არ ვარ და მე ვფიქრობ, რომ მუშაობ ყოველდღიურად საქართველოს ევროპული მომავლისთვის. მგონია რომ საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელება უნდა დასრულდეს, საქართველოში რუსული პოლიტიკა უნდა დასრულდეს და ამისთვის ყოველდღიურად მუშაობთ ნამდვილად, ამას არც ვმალავ. პირად საკითხზე მინდა გელაპარაკო. როგორ აფასებ საფრთხეს, რომელიც შეიძლება ახლა შენთვის არსებობდეს? იმ ფონზე, როდესაც ისმის ესეთი მკაცრი განცხადებები, როგორ ფიქრობ, რამდენად უსაფრთხო იქნება შენთვის, შენ სამშობლოში დაბრუნება და შემდეგ სამშობლოს ასევე უსაფრთხოდ დატოვება? არის მსგავსი ან მქონდა მსგავსი პირადი მესიჯებიც, საჯაროდ კომენტარებიც და ასე შემდეგ, რომ საქართველოში არ უნდა ჩავიდე, მე არ ვთვლი, რომ უცხოური გავლენის აგენტი ვარ, მე ვთვლი, რომ საქართველოს მოქალაქე ვარ, საქართველოს პატრიოტი ვარ და მე ვთვლი, რომ საქართველოში ჩავალ ნებისმიერ დროს, იმიტომ რომ საქართველოს წინაშე არანაირი ბრალი არ მიმიწვის. ელენა, ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებები იმ ადამიანებისგან და იმ კომპანიებისგანაც, სადაც ადრე შენ გიმუშავია. მინდა პირადი შეგრძნებების შესახებ ვკითხო კიდევ ერთხელ. როგორი განცდა არის? რამეს ხომ არ უპასუხებდი ამ ადამიანებს? მე მუშაობდი სოფოშეთთან ერთად მუშაობდი რუსთავიორში, ერთად მუშაობდით და ერთად დავტოვეთ რუსთავიორი, მაშინ როდესაც ძალის გამოყენებით შეიცვალა რუსთავიორში მმართველობა, მე მგონია რომ ეს იყო პასუხი მაშინაც და ეს არის პასუხი ახლაც, რომ ჩვენთვის მიუღებელია, ჩემთვის მიუღებელია ის მეთოდები, რა მეთოდებსაც ქართული ოცნება იყენებს, ჩემთვის მიუღებელია ის რუსული ნარატივები, რომლებსაც დღეს ერთ დროს მეც მუშაობდი რუსთავიორში, დღეს ავრცელებენ ამ ნარატივებს ჩემს წინააღმდეგ, უბრალოდ არაფერს არ ვეტყოდი, იმიტომ რომ მე მგონია რომ ეს ადამიანები უბრალოდ არ ვიცი პირადი სარგებლის ფასად თუ რის ფასად არ ვიცი და სიმართლე გითხრა არც მაინტერესებს, იმიტომ რომ ისინი აკეთებენ თავიანთ საქმეს და მე მგონია რომ ძალიან კარგად იციან რასაც აკეთებენ და ეს უფრო დიდი მავნებლობაა ჩემი აზრით და მე ვაკეთებ ჩემს საქმეს ისე როგორც მგონია რომ სწორია. ელენა, მინდოდა მეკითხა ვეტე საქართველოს ნიუსის შესახებაც. მას შემდეგ, რაც გადაცემა გაიხსნა პოლონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ჩვენ გავხდით არაერთი თავდასხმის სამიზნე, როგორც ქართველი პოლიტიკოსებისგან, ასევე ქართული მედიის დიდი ნაწილისგან. სწორედ იმ მედიისგან, რომლებიც ახლა ამბობენ, რომ ევროპარლამენტი მედიის თავისუფლებებს ხვდავს, როდესაც მათ ასანქცირებს. როგორ ფიქრობ, რას შეიძლება ეს უკავშირდებოდეს და რას გვეტყვით ზოგადად აი ასეთ მკაც თავდასხმების შესახებ მედიის თავისუფალ მედიაზე. ახალი პროგრამა შესაბამისად ყველამ გაიგო ამ თემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით პოლონეთის დელეგაციაში. ამიტომ ეს პირდაპირ დაკავშირებულია თქვენ საქმიანობასთან, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ წვდომა იმ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობენ პოლონეთში. ეს არის უბრალოდ წარმომადგენლობა, თავისუფალი მედიის წარმომადგენლობა პოლონეთში. შესაბამისად, ქართული ოცნების საუბარი თავისუფალ მედიაზე, ჩემი აზრით, უბრალოდ სასაცილოა, იმიტომ რომ თავისუფალი მედია საქართველოში არ არსებობს და ვინც არსებობს, იმათაც ზღუდავს
ხედავენ და რეპრესიების ქვეშ არიან ჟურნალისტები. შესაბამისად, თქვენი საქმიანობაც სწორედ ამას ემსახურება, რომ ის რაც ხდება საქართველოში გააგებინოთ პოლონეთში ქართველებს, რომლებსაც ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ სავარაუდოდ და ეს არის პოლიტიკური თავდასხმა ჩვეულებრივად თავისუფალ მედიაზე, ისე როგორც ესხმიან სხვა თავისუფალ მედიებს. და მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ იმედი შეიძლება იყოს განხილული თავისუფალ დამოუკიდებელ მედიად, შეუძლებელია, რომ იმედი არ აკმაყოფილებს არც ერთ კრიტერიუმს თავისუფალი მედიის, არც ერთს. შესაბამისად, ეს თავდასხმა თქვენზე სწორედ თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმა, თავისუფალ მედიაზე თავდასხმა, ოღონდ რეალურად და ობიექტურად, არა ქართული ოცნების გადმოსახედიდან და ემსახურება იმას, რომ თქვენ ვერ მიაწვდინოთ ხმა საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს მოსახლეობას, იმიტომ რომ თქვენ სოციალურ ქსელშიც გაქვთ მაუწყებლობა და ქართველები აქაც ცდილობენ, საქართველოს მოქალაქეები აქაც ისმენენ თქვენ მიერ გაკეთებულ ახალ ამბავს. შესაბამისად, ეს არის უბრალოდ თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, რაც რა თქმა უნდა არ აწყობს ქართულ ოცნებას თქვენი წარმატება და თქვენი უფრო ფართო აუდიტორიაზე გასვლა. კიდევ ერთი კითხვა მაქვს ქართული ოცნების ანტიდასავლური განცხადებების შესახებ. ერთი შეხედვით ესე აღიქმება თითქოს ქართულ ოცნებაში სხვადასხვა თანამდებობის პირებს აქვთ გაყოფილი რომელი რა განცხადებას გააკეთებს. ნაწილი თუკი მკაცრ განცხადებებს აკეთებს და ხმამაღალ ბრალდებებს ახმაურებს, მეორე ნაწილი შედარებით ცდილობს რომ დაიცვას ასე თუ ისე წოდასწორობა. როგორ ფიქრობ, ეს არის რაიმე ერთიანი პოლიტიკის ნაწილი თუ შეიძლება რაიმე სხვა ახსნა მოუძებნოთ ამას? მე ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტში, აი მაგალითად, როდესაც გურამ როგავაზე თავდამსხმელი დაიჭირეს, მაშინ როდესაც ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი დაიჭირეს. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ მე მგონი ის ადამიანი არ არის, ვინც უნდა დაეჭირათ გურამ როგავაზე თავდამსხმელი. მე მგონია, რომ რაღაც იმიჯის შექმნის მცდელობა შეიძლება იყოს, რომ აი კანონის უზენაესობა არსებობს, რაღაც საკეთებს საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურა, მაგრამ ეს არ იმუშავებს, ან პრობლემა იმაში არ არის, რომ ერთი ადამიანი არ დაიჭირეს, ან ორი ადამიანი არ დაიჭირეს. პრობლემა ის არის, რომ სისტემურად საქართველოში ყველა სახელმწიფო შტო მუშაობს ევროკავშირის საქართველოს ევროპული განვითარების წინააღმდეგ. ყველა შტო მუშაობს ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც თავისუფლად გამოხატავენ აზრს, ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ასრულებენ, გურამ როგავა, მაკაჩი ხვაძე, მარიამ გაფრინდაშვილი, ეს ადამიანები თავიანთ საქმიანობას ასრულებდნენ მაშინ, როდესაც ქვები ცვიოდა მათი მიმართულებით, ან ურტყამდნენ, ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ანუ ეს ყველაფერი ხორკესტრირებული იყო ქართული ოცნების მხრიდან. მე უბრალოდ მგონია, რომ მაკა ბოჭორაშვილი იქნება, ირაკლი ყობახიძე იქნება, შალვა პაპუაშვილი იქნება. მე მგონია, რომ უბრალოდ სახელები იცვლება, თორე პოლიტიკა ერთია. ერთი მხარე სხვა მიმართულებით შეიძლება მუშაობდეს, მეორე სხვა მიმართულებით მუშაობდეს, მაგრამ ჯამში ქართული ოცნების პოლიტიკა მიმართულია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ და ეს იხატება მათ ყოველდღიურ ქმედებებში. ელენა, შენ როგორც ქართველი, რომელიც ახლა მუშაობ ისეთ ადგილას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვან სტრუქტურაში. როგორ ფიქრობ, რა დახმარება შეუძლია ახლა ევროპარლამენტს რომ გაუწიოს საქართველოს იმ ძნელ გზაზე, რომელზეც ახლა ვართ და თუ კი არის რამე კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, თუ კი იცი, რა შეიძლება? კი, ევროპარლამენტში, ევროკომისიაში, ზოგადად ევროკავშირში არის ძალიან ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ საქართველოში არსებობს ორი რეალობა. არსებობს ქართული ოცნება და არსებობს ქართველი ხალხი. და ყველა რეზოლუციაში, ყველა განცხადებაში ევროკომისიიდან, ევროპარლამენტიდან ყოველთვის ჟღერდება, რომ ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით, ქართველი ხალხის ნების გვერდით, რომ გახდნენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ახლა უფრო სწრაფად წავა ევროკავშირის მხრიდან პროცესები, მაშინ როდესაც უნგრეთში ყველაფერი შეიცვალა და საბჭოში უნგრულ ვეტოს აღარ ველოდებით და მაშინ როდესაც საბჭოში დღის წესრიგში დადგება საქართველოს საკითხი, თუნდაც სანქციების საკითხი, ინდივიდუალური სანქციების თუ პროპაგანდისტული მედიების წინააღმდეგ დასაწესებელი სანქციების საკითხი, მე მგონია, რომ ამ მხრივ ძალიან სწრაფად და ეფექტურად გადაიდგმება ნაბიჯი. რა თქმა უნდა, აქამდე რომ მივიდეთ, ბევრი მუშაობა საჭირო და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ ახლა უფრო მეტი ქმედებების საშუალება არის ევროკავშირის მხრიდან. და მოდი ისევ პირად კითხვას დაგისვა, შენ როგორ უყურებ მომავალ 10 წელს, მოდი ესე ვთქვათ, შენ როგორ ფიქრობ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ახლა, ისეთ სიტუაციაში, როგორშიც ახლა არის, იმისთვის, რომ უფრო დაუახლოვდეს თავის მიზანს, დაუახლოვდეს უფრო მეტად ევროკავშირს, კონკრეტული რა ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი? ძალიან ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, იმიტომ რომ 2012 წლიდან 2026 წელია ახლა ჩამოშლილია საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურები, ჩემი აზრით.
მე არ ვარ პესიმისტი ადამიანი და მგონია რომ მაშინ როდესაც ქართული ოცნება შეიცვლება და საქართველოს ეყოლება პროევროპული მთავრობა, ამ შემთხვევაში სწრაფი ნაბიჯებით შესაძლებელია ყველაფრის გამოსწორება, იმიტომ რომ სტრუქტურების მიმართ ნდობა ხალხის მხრიდან ხელახლა არის აღსადგენი, სტრუქტურები ხელახლა არის ჩამოსაყალიბებელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა ქართულმა ოცნებამ და ძალიან გრძელვადიანად საზიანო საქართველოსთვის. მაგალითად ენერგოდამოკიდებულების თვალსაზრისით, ჩვენ ახლა რუსეთზე ვართ ენერგოდამოკიდებულები დიდი პროცენტულობით, ჩვენ გვაქვს რუსულ ტურიზმს ვართ ჩამოკიდებული ეკონომიკური თვალსაზრისით და მგონია რომ აი ამის შეცვლა შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს, მაგრამ მე მგონია რომ მაშინ როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლება შეიცვლება და ეს უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად, ჩემი აზრით და 2030 წელი დადგება მაშინ როდესაც ევროკავშირი გეგმავს გაფართოებას, აი ამ დროში ჩემი აზრით საქართველოს აქვს შანსი, შესაძლებლობა და რესურსი რომ სწრაფი ნაბიჯებით გაატაროს ის რეფორმები, რაც საჭიროა. ისევ მინდა რომ დაუბრუნდე პერსონალურად შესწავლებ თავდასხმას. თუ კი აქვს ამის შესახებ ინფორმაცია სტრუქტურაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ ევროპარლამენტში და თუ კი ფიქრობენ რომ ამას უნდა გაეცეს. ეს რამდენიმე დღეა სოფო დაიწყო, ბოლო 2-3 დღეა რაც ეს დაიწყო და ამასთან დაკავშირებით აქვთ ინფორმაცია ევროპის სახალხო პარტიაში, ამასთან დაკავშირებით აქვს ინფორმაცია ევროპარლამენტარ ქრისტოფ ბრეიზას და აქვე ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ გითხრა რომ ქრისტოფი ძალიან დიდი მხარდაჭერით გამოირჩევა საქართველოს მიმართ და ჩემი ეს საქმიანობაც რაღაცნაირად განპირობებულია მისი ამხელა მხარდაჭერით და ამხელა მონდომებით რომ მეტი და მეტი გავაკეთოთ ქართველი ხალხისთვის აქედან რაც შეგვიძლია. მაგრამ მე მგონია რომ მთავარი ამბავი საქართველოში ხდება და მთავარი გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოში მიდის, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია ამ მიმართულებით აუცილებლად ყველა პლატფორმიდან უნდა გავაკეთოთ. ინფორმირებული არის ევროპის სახალხო პარტია, ინფორმირებული იქნება აუცილებლად ორშაბათს უკვე ევროპარლამენტი, პრეს-აკრედიტაციის დეპარტამენტი, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება იმედთან დაკავშირებით და ევროპარლამენტის პრეზიდენტის კაბინეტის აუცილებლად. რა ნაბიჯები გადაიდგმება ამ მიმართულებით, ნამდვილად არ ვიცი, ეს არ არის მხოლოდ იმედის საქმიანობა, რაც არის ნიუსი იმედზე, საარკირესებული ეფექტით არის იგივე ნიუსი რუსთავიორზე და იგივე ნიუსი პოსტივიზე. ამიტომ ალბათ შეიძლება რაღაც ნაბიჯები გადაიდგას, მაგრამ ახლა ამ წუთში არ შემიძლია ზუსტად ამის თქმა რა კონკრეტული, მაგრამ ინფორმირებული არის ევროპის სახალხო პარტია, ინფორმირებული იქნება ევროპარლამენტის ადმინისტრაციაც და შემდეგ დღეებში ან კვირებში აუცილებლად ვნახავთ რა შეიძლება რომ გაკეთდეს ამ მიმართულებით. ელენე, დიდი მადლობა დროისთვის, დიდი მადლობა რომ ვეტე საქართველოს ნიუსისთვის გამოყავით დრო.